საქართველოს ღვინის სამშობლო და მევენახეობა მეღვინეობის უწყვეტი 8000 წლიანი ისტორია მიდენტობისა და ტრადიციების წარმოსაჩენად ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მთავრობის განკარგულებით ღვინის ეროვნული დღე წესდება და ის ყოველი წლის 8 მაისს აღინიშნება. რა მნიშვნელობა აქვს ამ დღის დაწესებას და რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის? ამ თემაზე ვისაუბრებს სტუმართა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის კოორდინატორი მარია მეტრებელია. ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემეს სტუმრობისთვის. მაშასე, რას ნიშნავს ამ დღის დაწესება? რა მნიშვნელობა აქვს თავად სექტორისთვის, სექტორის განვითარებისთვის და რა ფორმით წარმოგიდგენიათ მისი აღნიშვნა? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს და დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ვისაუბრო ამ თემაზე, ქართულ ღვინოზე, რომელიც ქართველებისთვის არასდროს ყოფილა უბრალოდ სასმელი პროდუქტი. ეს არის ჩვენი ქვეყნის იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ეს არის ისტორია და კულტურა, 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია ქვევჟი ღვინის დაყენებისა, რომელიც ნამდვილად გახდა საფუძველი იმისა, რომ დაწესებულიყო ქართული ღვინის ეროვნული დღე. ეს არის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ეროვნული დღესასწაული, რომელიც მთელს ქვეყანას გააერთიანებს და ამით კიდევ ერთხელ, როგორც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ასევე მთელ მსოფლიოს ვეტყვით, თუ რაოდენ დიდი როლი აქვს ამ დარგს ქვეყნის განვითარებაში და ეს იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნოს ღვინის ეროვნული დღე. როგორ წარმოგიდგენიათ მაგალითად ამ დღის აღნიშვნა, რა ფორმა ექნება, ამასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და თავად მეღვინეები, კომპანიები, მწარმოებლები რამდენად აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში ტურისტულ დატვირთვაზე და ამ დღის მნიშვნელობაზე, როგორც ასე ვთქვათ, ტურიზმის განვითარებისთვის ხელშემწყობ ერთ-ერთ კონკრეტულ ღონისძიებად და მოვლენად, ამას აუცილებლად შევეხები ჩვენი საუბრის განმავლობაში, თუმცა ეხლა თვითონ კომპანიები რა ფორმით მიიღებენ, ან ვინ არიან უკვე დარეგისტრირებულები, რა ფორმით აღინიშნება წელს? წელს ეს ღონისძიება პირველად აღინიშნება ბევრი ფიქრისა და მუშაობის შედეგად იქნება მასშტაბური ღონისძიება, რომელიც 3 ნაწილად განხორციელდება. პირველი ნაწილი დაეთმობა სამეცნიერო კონფერენციას, მეორე ნაწილი იქნება საფესტივალო ღონისძიება, რომელიც გუდიაშვილის მოედანზე გაიმართება და ყველა დაინტერესებული სტუმრისთვის იქნება ხელმისაწვდომი და დაგვირგვინდება გალო მიღებით, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. თუ შესაძლებელია რომ დეტალურად ვისაუბრებ სამივე ნაწილზე, სამეცნიერო კონფერენცია შეეხება ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტს, რომელსაც ჩვენი ქართველი მომხსენებლის ბატონი დავით მაღრაძის პროფესორის, რომელიც ამ პროექტის კოორდინატორი იყო 2014 წლიდან და არის დღემდე, უშუალოდ ისაუბრებს ამ პროექტზე და მასთან ერთად 7 სხვადასხვა ქვეყნის მომხსენებელი, რომლებიც ამ პროექტის დასაბამიდან ამ კვლევაში იყვნენ ჩართულები, ისაუბრებენ იმ მიგნებებზე, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში დღემდე განხორციელდა და მივიღეთ. ესენი არიან მაგალითად ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი სტივენ ბატიუკი, ეს არის მაგალითად მილანის უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელ კოლა და ასე შემდეგ. ღონისძიება საკონფერენციო ნაწილში გაგრძელდება ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ბატონი ჯონ ბარკერის გამოსვლის ფორმატით, რის შემდეგაც სადისკუსიო პანელში ისაუბრებენ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწვეული მსოფლიოში ყველასთვის კარგად ცნობილი ღვინის მაგისტრები, რომლებიც ისაუბრებენ ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის საექსპორტო სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ასე შემდეგ და აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ქართული ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქართული ღვინის ხარისხი კვლავ და კვლავ განვითარდეს და ქართული ღვინო როგორც მსოფლიო რუკაზე წარმოდგენილი პროდუქტი იყოს საკმაოდ ხარისხიანი, როგორც ღვინის სამშობლოს ღვინო და ასევე ისინი განიხილავენ ახალი ბაზრების გამოწვევებს და იმ ზრდად ექსპორტს, რომელიც მაგალითად 2026 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა უკვე, რომ 51 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17.3 მილიონი ლიტრი ღვინო, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემს აღემატება 5%-ით. თვითონ ხელშეწყობის კუთხით აი ამ ღონისძიებაზე
ღონისძიებამ, ამ დღის დაწესებამ, რამდენად შეიძლება ხელი შეუწყოს მათ შორის საექსპორტო ბაზრებზე უფრო მეტ აქტიურობას, თავად კომპანიები რამდენად არიან მობილიზებულები, მონდომებულები, რომ რაც შეიძლება სხვა მასშტაბით წარმოჩინდნენ აი ამ ღონისძიებაზე, ამას იმის გათვალისწინებით გვითხრობ, რომ ახლა ის სახელები და გვარები, რომელიც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, საკმარისია იმისთვის, რომ რეალურად განსაკუთრებით ეს ბოლო, როდესაც რეალურად მოუწევთ მათ ამ ადამიანებთან უშუალო შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, ასეთი პირისპირ შეხვედრების ბევრი იქნება. აი ამის ფარგლებში რამდენად ფიქრობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ქართული კომპანია ჩაერთვება და მაგალითად მონაწილეობის მიღება როგორ შეუძლიათ? ფიქრობთ, რომ აღნიშნული დღესასწაული და ღვინის ეროვნული დღე კიდევ ერთხელ არის ხაზგასმა იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია და რაოდენ პატივს სცემთ ჩვენ ქართული ღვინის უნიკალურ კულტურას. ეს მსოფლიოსთვის იქნება ასევე, რა თქმა უნდა, მესიჯი, რომ ეს არის საყოველთაო დღესასწაული, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ წარმოჩინდება ქართული ღვინო. ღონისძიების მეორე ნაწილში, რომელიც არის საფესტივალო ფორმატი, მონაწილეობას იღებს 40-მდე ქართული ღვინის კომპანია, რომლებიც წარმოდგენილები იქნებიან, გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაციები, მოეწყობა ღვინის ბარები და ასევე გაიმართება გამოფენა გაყიდვა, რომლის ფარგლებშიც როგორც საქართველოდან ჩამოსული სტუმრები ან ადგილზე მისული სტუმრები, ასევე ტურისტები შეძლებენ ქართული ღვინის დაგემოვნებას, ნახავენ ულამაზეს ინსტალაციებს ქვევრის ღვინის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა ნიშნით შეირჩა მაგალითად რომელი ღვინოები უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი? მცირე და საშუალო მარნების წარმოდგენილი თუ მსხვილი კომპანიების ყველა სეგმენტიდან, ყველა როგორც დიდი კომპანიები, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეები არიან წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტი არის ის, რომ თითოეული კომპანია, თითოეული მცირე მარანი თანაბრად იყოს ჩართული ნებისმიერ აქტივობაში, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს და ეს იყო ზუსტად სტრატეგია ამ ღონისძიებაში მათი მონაწილეობისას. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისშია ძირითადი ღონისძიებები, შეიძლება თუ არა არის თუ არა გეგმაში, რომ ამ დღემ მიიღოს უფრო მასშტაბური ხასიათი იმ გაგებით, რომ დავუშვათ რეგიონებში, მათ შორის თუნდაც კახეთში აღინიშნებოდეს იმის გათვალისწინებით, რომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, ახლა რატო კახეთი, ხო, პირობითად. ანუ ამ მიმართულებით თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ამ დავუშვათ ფესტივალ აი ამ დღე მიიღოს განვითარება? ვინაიდან პირველად აღინიშნება და დებიუტი არის, ასე რომ ვთქვათ, და არის უმნიშვნელოვანესი კიდევ ერთი ლამაზი ეროვნული დღე შეგვემატა. ვფიქრობ, რომ ეს არის დასაბამი ამ ყველაფრის და შემდგომ უკვე წლების განმავლობაში შესაძლოა, რომ ეს ყველა დიდ ქალაქში გაიმართოს და ასევე სხვადასხვა ქალაქებში, სადაც მევენახეობა, მეღვინეობა უფრო აქტიურია და უფრო აქტიურად აყენებენ ღვინოს. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს თქვენთანაც შეეხეთ, რომ ყველა ტურისტს შეუძლია თუ თანამშრომლობ დავუშვათ ანალოგი სხვა უწყებებთან, რომ რაც შეიძლება მეტიმა საერთაშორისო მოგზაურს კონდეს ინფორმაცია ამ დღის შესახებ და მოლოდინი როგორია, რამდენად იაქტიურებენ დავუშვათ უცხოელები აი ამ ტიპის ფესტივალებზე, იმიტომ რომ როდესაც ამ მასშტაბის ფესტივალები მართება, ან ამ შემთხვევაში ხა ღვინის დღე აღინიშნება, მაგრამ პარალელურად იქნება დეგუსტაცია, გამოფენა და გაყიდვაც ასე ამ მიმართულებით ზოგადად ძალიან დიდი ინტერესია ხოლმე სხვა ფესტივალებზე. შესაინტერესო ამ ნაწილში რა მოლოდინი გვაქვს? ჩვენ ამ ღონისძიების ორგანიზების პარალელურად ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, ძალიან მასშტაბურ სარეკლამო საინფორმაციო კამპანიას. ყველა ბანერი ამ დღესთან დაკავშირებული გამოკრულია საქართველოს საერთაშორისო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე აქტიურად სოციალურ მედიაში ხორციელდება კამპანიები, თანამშრომლობთ სხვადასხვა უწყებასთან, რათა უფრო აქტიურად მიეწოდოთ ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს და ამ ღონისძიებაზე მობრძანდნენ. ვფიქრობთ, რომ ქართული ღვინო არის ჩვენთვის სავიზიტო ბარათი. ვფიქრობთ, რომ ქართული ღვინო ყველას ძალიან მოსწონს და ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ვართ საქართველოს ღვინის სამშობლო და მოლოდინები გვაქვს ძალიან დიდი და თუ შეიძლება ეთერის ბოლოს ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვთხოვ, რომ მობრძანდეს 8 მაისს გუდიაშვილის მოედანზე 15 საათიდან 22 საათის ჩათვლით და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ხალხურალობა იქნება და ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, წარმატებებს გისურვებ და ბუნებრივია ბიზნეს პარტნიორი აუცილებლად გააშუქებს ამ დღეს. მარია მეტრეველი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.